ნინო, თქვენთან მაქვს პირველი კითხვა, თქვენ დიდი ხანია ჟურნალისტი ბრძანდებით, როგორ შეაფასებთ განვლილ პერიოდს, არის თუ არა დღეს ეს პროფესია დაცული? მოგესალმებით, მადლობა სტუდიაში მოწვევისთვის, მიესალმები მაყურებელს. 2005 წლიდან ვარ ამ სფეროში და ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ იყო მაშინაც მედია, თუმცა ახლა რა სიტუაციაში ვიმყოფებით, მსგავსი არაფერი არ მახსენდება, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი კოლეგებთან ერთად იყო სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის საფრთხე და ამას ღიად ვაპროტესტებდით, ასევე ვრცელებდით და ვამზადებდით რეპორტაჟებს, გადაცემებს, რომ ჩვენი თავისუფლება იზღუდებოდა. მსგავსი მე არაფერი არ შემხვედრია იმ პერიოდიდან მოყოლებული, რაც დღეს ხდება. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ვცხოვრობთ რეგიონში, სადაც რუსული პროპაგანდა, ჰიბრიდული ომის საფრთხეები ყოველდღიურ თვალშისაცემია და განსაკუთრებით კიდევ გადაადგილების თავისუფლება უფრო მეტად იზღუდება, ვიდრე დანარჩენ საქართველოში. ჩვენ გვაქვს შემთხვევები, როდესაც საოკუპაციო ხაზთან მიდიან ჩვენი კოლეგები და ორმაგად უწევთ თავის დაცვა. ერთი თუ აქამდე იყო მაგალითად, რომ შეიარაღებული რუსი ჯარისკაცები გადაადგილდებიან და მას გარკვეულწილად რაღაც დისტანცია უნდა დავიჭირო და მოვშორდეთ. ახლა უკვე თავდაცვა ხდება სხვა კუთხითაც. ჩვენ არ ვიცით იქ გარკვეული ჯგუფები ვის მოგვიგზავნიან, რა მიზნით, როგორ წამოგვაგებენ პროვოკაციაზე, რა სურთ და რისთვის გამოიყენებენ შემდეგ ამ თავდასხმას. როგორც ბოლო პერიოდში უკვე ჩემი დაკვირვებით იკვეთება, ეს პროფესია იმდენად დაუცველი გახდა, რომ ადამიანების ნაწილს შეგრძნება აქვს, რომ თუ კი შენ ჟურნალის შეუწყებას მიაყენებ, წახალისებულიც კია, ასე იკვეთება ყოველ შემთხვევაში. თითქოს მედიას თუ რაღაც ზეწოლას აგრძნობინებ და ჩართული ხარ ამ პროცესში, ვიღაცეები ალბათ ჩემი აზრით ქულებს იწერენ სადღაც. ამიტომ აქედან გამომდინარე, დღეს ჩვენ რეგიონში, როდესაც ასეთი საფრთხების წინაშე ვართ, ერთი რომ ვებრძვით რუსულ ჰიბრიდულ ომის საფრთხეებს, რუსულ ოკუპაციას და ჩვენი გადაადგილების თავისუფლება იზღუდება არა მხოლოდ საოკუპაციო ხაზთან, არამედ თვითონ სოფლებში, სხვადასხვა სოფლებში და მათ შორის აღარც დაუცველებით არ ვართ ქალაქში. მე ვახსენე, რომ წინა პერიოდშიც ჰქონდა გარკვეული შეზღუდვები და ამის წინააღმდეგ ხდებოდა ბრძოლა. უფრო მეტსაც გეტყვით, კანცელარიის შენობასთან მე და ჩემმა კოლეგებმა, სხვათა შორის მაშინ ამ ტელევიზიაში ვმუშაობდი, როდესაც ვიგრძენით, რომ იყო გარკვეული ნიშნები ზეწოლის, ტელევიზიის დახურვის საფრთხეც კი იდგა, ამ პერიოდში ჩვენ გადავწყვეტეთ, რომ ზუსტად ასე უნდა გამოვიხატა ჩვენი პროტესტი, დაგვეცა სიტყვის თავისუფლება და მივახციეთ კიდეც. ახლა რაც ხდება, ასე უხეშად რომ ვთქვა, ყველაფერზე ხელი აქვს აღებული, არავინ არაფერში დაცულები არ ვართ და არ ვიცი ვინ როგორ თulis რომ დღეს სამართალდამცავი უწყებები მუშაობენ, ყოველ შემთხვევაში მე რიგით ერთ ჟურნალისტს არ მაქვს განცდა, რომ თუ კი სადმე რამე მომენტში ჩემი უფლებები შეილახება, ვინმე დაიცავს ჩემ უფლებებს და ვინმესგან მექნება დაცულობის განცდა. არ ვიცი სანამ შეიძლება ეს გაგრძელდეს, ყოველ შემთხვევაში თავისუფალი სიტყვა თუ კი აღარ იქნება ქვეყანაში, დასრულდება ყველაფერი და ამას მე თითოეული მოქალაქე, ვინც დღეს ჩუმად არის, საკუთარ თავზე გამოცდის. რატომ ებრძვიან ჟურნალისტებს, რამ განაპირობა ეს? ძალიან ბევრი მაგალითი არსებობს ამის და მიზეზი აქვს ხელისუფლებას, იმიტომ რომ არავის არ უნდა თავისი შავბნელი საქმეების გამოფენა. დამოუკიდებელი მედია ხაზს უსვამ, დამოუკიდებელი მედია თავისუფალი სიტყვისთვისაც მნიშვნელოვანია და არა ის მედიები, რომლებიც იბრალებენ ამ პროფესიას და ჩემთვის მაგალითად შეურაცხმყოფელია, როცა მე არ დავასახელებ შეგნებულად მედია საშუალებების სახელწოდებას, მაგრამ როდესაც ჩემი კოლეგები, ვინც ამ პერიოდის განმავლობაში ზუსტად ამ სიტყვის თავისუფლებისთვის ვიბრძვით და მოვსულვართ აქამდე, ისე რომ ჩვენს გქონია ძალიან ბევრი შემოთავაზება, უკეთესი ცხოვრების დაპირება გქონია, მაგრამ ჩვენ ეს პროფესია და ეს საქმე იმდენად გვიყვარს და ჩვენი საქმის, ჩვენ როლს ხედავთ ამ საქმეში და ქვეყნის გადარჩენაში დემოკრატიული პროცესების განვითარების კუთხით, რომ ყველაფერზე უარი გვითქვამს გარდა ამ პროფესიისა, იმიტომ რომ ამ პროფესიით შეგიძლია თქვა სიმართლე, დაეხმარო მოქალაქეებს, როდესაც მას ჩაგრავენ და ასევე იბრძოლო და წვლილი შეიტანო ამ ქვეყნის განვითარებაში. ბოლო პერიოდში თუ ჩვენ გადავხედავთ მათ ქმედებებს, დაკეტეს სივრცეები, ონლაინ სივრცეში, საიდანაც ჩვენ მაგალითად დეკლარაციებს ვამოწმებდით
აღემატებოდა თუ არა შემოსული და დაფიქსირებული ხელფასი მათ მიერ მათ სახელზე და მათი ოჯახის წევრებზე არსებული ქონებები. ამ შედარებებში რა თქმა უნდა იკვეთებოდა კორუფციის ნიშნები. შემდეგ ამ ყველაფერს ნათელს ფენ და შენ ჟურნალისტურ საქმიანობაში გიჩნდება ძალიან ბევრი კითხვა, ბუნებრივია საზოგადოებიდან მომდინარე. რა თქმა უნდა ეს ყველაფერი არ აწყობს ხელისუფლებას და რაც ყველაზე მთავარია, ის ყველაფერი რაც ხდება საოკუპაციო ხაზთან. მე ფაქტების დასახელებისგან თავს შევიკავებ, თუმცა ძალიან ბევრი მოვლენა გამითარდა ბოლო პერიოდში ისა, რომ პირდაპირ მიანიშნებს თუ რატომ დუმს ხელისუფლება, რატომ არ აქვს სათანადო რეაგირება, ეს ომის პროპაგანდა და ომის შიში რომ ძალიან სიღრმისეულად დათესეს და გაავრცელეს ამ რეგიონში და განსაკუთრებით საოკუპაციო ხაზის სოფლებში, იქ არავინ კითხვას არ სვამს, ვინ იწყებს ომს, ვინ არის რეალური მტერი, ხო? და ახლა ცდილობენ ეს რუსეთი მტერი შეცვალონ გამოგონილი მტრით ევროპით, ხო? ხედავთ. რეალურად ევროკავშირის სიკეთეები ჩვენ ძალიან ბევრი გვახსოვს და ზუსტად ამ სიმართლის სააშკარაოზე გამოტანა ხდება ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი, რაც აწუხებს ნებისმიერ ხელისუფლებას. მე არ ვამბობ რომ მარტო ამ ხელისუფლებას, ყოველთვის ესე იყო და ყოველთვის ბრძოლის რეჟიმში ვიყავით. მე პირადად ჩემ მაგალითსაც გავიხსენებ, რომ წინა ხელისუფლებაშის პერიოდშიც მქონია შემოთავაზება, რომ რაღაც ფაქტები დამემალა და არ მეთქვა და მე ამის სანაცვლოდ მპირდებოდნენ გარკვეულ კეთილდღეობას. რა თქმა უნდა, ამაზე არ დავთანხმდი. ასევე გაგრძელდა ახალი ხელისუფლების შემდეგ შეცვლილი ხელისუფლების პირობებშიც. რა თქმა უნდა, ესეც ჩემთვის მიუღებელი და შეურაცხმყოფელია და კარგი იქნება რომ ადამიანები რომლებიც დღეს თვლიან რომ მედიაში მუშაობენ და შემდეგ ამ კეთილდღეობას და შემოსავალს უფრო ზემოთ აყენებენ ვიდრე საკუთარ სინდის მე არავის მორალს არ უკითხავ უბრალოდ რეალობას განვიხილავ ხო უნდა იფიქრონ საკუთარი შვილების მომავალზე რამ როლს თამაშობენ ახლა ისინი საკუთარი შვილების მომავლის შექმნაში საფრთხე უკვე განვიხილეთ რაც არსებობს და ამ საფრთხით ცდილობს ეხლა ამჟამინდელი ხელისუფლება რომ რაღაცნაირად დაგვაშინოს და ის როლი ჩვენ რაც გვაკისრია აგვიკრძალოს და შეგვიზღუდოს მაგრამ არც ერთ ხელისუფლებას არ გამოსვლია მედიასთან ბრძოლა და იმედს ვიტოვებ რომ ძალიან ცუდად დაამთავრებენ ესენიც. თქვენი აზრით რა როლს ასრულებს საზოგადოებაში მედია? ჩვენი ჟურნალისტური საქმიანობა ერთგვარი იმედი არის გარკვეული მოქალაქეების ნაწილისა, ვისაც არ აქვს მიზეზი რომ ეს ხელისუფლება აქოს და ადიდოს. მე ძალიან ბევრისგან მსმენი ასევე რომ ღიად ვერ ამბობენ და ღიად ვერ აფიქსირებენ, თუმცა მედიის როლი კარგად აქვთ გააზრებული. რიგით მოქალაქეებზე ვიტყვი რომ ყველასგან მიტოვებულები რომ არიან ზუსტად არასამთავრობო სექტორი და მედია არის ის ძირითადი მათი საყრდენი, რითიც იმედს არ კარგავენ რომ თავის სიმართლეს მიაღწევენ. მოქალაქეებს ეს რაღაც პერიოდი კარგად ჰქონდათ გააზრებული და მედიის როლი იყო მათთვის უმნიშვნელოვანესი მედიის მხარდაჭერას როცა შეიგრძნობდა ადამიანები პირიქით ჩვენთან მოდიოდნენ და მადლობებსაც გვეუბნებოდნენ რომ მათი მხარდაჭერით მიაღწიეს სიმართლეს და ზუსტად ამის გამო დაიწყეს მედიაზე ზეწოლა რომ მოქალაქეებს მხოლოდ მასზე დამოკიდებულები გახადონ და შეუზღუდონ აი ეს მოლოდინები და ის მხარდაჭერა რასაც ისინი წლების განმავლობაში ჟურნალისტებისგან იღებდნენ. როგორ შეაფასებთ იმ დარბევებს, რაც განახორციელა ხელისუფლებამ რუსთაველზე აქციების ფონზე? კი, ეს არის ჩვეულებრივი დაშინების მცდელობა, ისევ იმ საკუთარი ბიზნესის გაგრძელება. ჩვენ ხედავდით, რომ სამართალდამცავები ჟურნალისტებს და ოპერატორებს უსწორდებოდნენ ფიზიკურად. კი, ეს არის დაშინება, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ რაც არის მათი ჩანაფიქრი, რომ დააშინონ მედია, აგერ თუ კი ამ ცენტრალურ არხებს ასე უკეთებენ და მათ უფრო მეტი ზურგი აქვთ და ასე ჩაგრავენ, პატარა რეგიონებშიც არავინ არ გაბედოს ზედმეტად რაღაც აქტიურობა, ვიღაცის მხარდაჭერა, ზედმეტად იმის გამოხატვა, რომ აი ამ და ამ კონკრეტულ ფაქტზე აქვს კანონდარღვევას ადგილი. ჩვეულებრივი დაშინების მცდელობაა და ეს ყველაფერიც რაც ახლა ამ კანონებით ვითომ და შეგვაშინებენ ასეთი მოლოდინი რომ აქვთ რა ვიცი შეაშინონ ის ვისთანაც გამოსვლიან მე პირადად ყველაფერს მზად ვარ და არ ვაპირებ ამათ თამაში ჩაყოლას არაერთი ფაქტი ყოფილა წინა ხელისუფლების დროსაც ახლაც არაერთი შემზღუდავი კანონების ფონზე მუქარები დაშინებები და ასე შემდეგ თუმცა თუ კი ბრძოლა იყოს ბრძოლა ჩვენ ვიბრძვით სიმართლისთვის და რადგან გრძნობ რომ მართალი ხარ ეს არის ისეთი ძალა რომელიც ყველაფერს შეგაძლებინებს და ზუსტად აი ეს ამ შეგრძნებით და ამ მოლოდინით არის მზია ამაღლებელი სამწუხაროდ ახლა უკანონო პატიმრობაში და ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ აუცილებლად
რა თქმა უნდა ბრძოლის გარეშე ეს არ გამოვა, სიტყვის თავისუფლება გაიმარჯვებს. გიცავთ თუ არა დღეს ხელისუფლება? მე კიდევ ერთხელ ამბობ, დაცულობის განცდა ნამდვილად არ მაქვს. ისეთი დაუცველობის განცდა მაქვს, როგორიც არასოდეს არ მქონია, აი ამ 2005 წლიდან დღემდე, რაც ამ პროფესიაში ვარ. პირიქით, უფრო ისეთი მოლოდინები ჩნდება, რომ დამოუკიდებლად უკვე შეიარაღებული უნდა იყოს და ფსიქოლოგიურად ერთი რომ მომზადებული, რომ ნებისმიერ დროს არ იცის სად რა ვინ დაგხვდება და რა პროვოკაციაზე წამოგაგებს და მეორე კიდევ რომ უნდა გესმოდეს და უნდა აღიქვამდე რეალობას, რომ შენ ცხოვრობ თავდაცვის როგორც ჟურნალისტი და როგორც მოქალაქე. შეულებრივი რიგითი მოქალაქე, ვისაც აქვს პროტესტი, ვინც საერთოდ არც არასდროს ყოფილა პოლიტიკაში, არც მე არასოდეს არ ყოფილა არც ერთ პოლიტიკაში, პარტიაში ნებისმიერი პოლიტიკური ჩემი მასალა ნებისმიერ შეუძლია ნახოს და მაჩვენოს, რომლის მხარე მაქვს დაჭერილი, ხო? ანუ თავისუფალი ჟურნალისტიკა ზუსტად ეს არის, რომ დაბალანსებულად ვიცით ჩვენ, რომ ობიექტურად მაქსიმალურად ყოველს უნდა მივცეთ აზრის გამოთქმის საშუალება. ახლა უკვე, როდესაც ამ ფაქტის წინაშე ვართ, ჩვენ აღარ გვიხდება, აღარ გვეძლება საშუალება, რომ ზუსტად ხარისხიანად და სრულფასოვნად შევასრულოთ და მოვამზადოთ ეს მასალები. მათი მხრიდან არის ეს გამოწვევა, წამოსული რომ შეგვიქმნან ასეთი სიტუაცია და ჩვენ უკვე გადავდივართ თავდაცვის რეჟიმში. მე როგორც რიგით მოქალაქეს და რიგით ჟურნალისტს, ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე არავინ არ მაინტერესებს მართლა რომელ პარტიაში ვის რა ქულები აქვს და როგორ ცდილობენ. ახლა ბევრი მეცნიერება ხოლმე რომ ამბობენ, რომ ვინც აქციაზე დგას ნაცებია და ანუ შეგნებულად მიზანმიმართულად რომ არის ეს მიწებება და ბევრი ჩემი თანამებრძოლი და ადამიანები რომლებიც ცდილობენ ქვეყნის დემოკრატიის გადარჩენას არც ეს პოლიტიკური პარტიას არ მიეკუთვნებიან და ისინი მართლა თავისუფალი სიტყვის გადარჩენისთვის იბრძვიან. ზუსტად ამ ადამიანებს უქმნიან ხელოვნურად საფრთხეს, შიშს, თესენ და დაუცველობის განცდას უქმნიან, რომ მათ ზედმეტი აღარ გაბედო. არა მხოლოდ ჟურნალისტები, არა მხოლოდ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, მათ ვისაც კარგად აქვს გააზრებული, რას ნიშნავს დამოუკიდებელ ქვეყანაში ცხოვრება, ისიც კი არ არის დაცული სამწუხაროდ. როგორ შეაფასებთ მაუწყებლობის კანონში ცვლილებებს, რომელიც პარლამენტმა 1 აპრილს მიიღო 3 მოსმენით? ხო, ხელოვნურად ასე ვთქვათ, ყელში უჭერენ მედიას, დამოუკიდებელ მედიას, ვინც აქამდე მუშაობდა და ამ ფაქტებს ხელს უწყობდა, რომ მოქალაქეებამდე მიეტანა და ინფორმირებული ყოფილიყო საზოგადოება მათი უსამართლო ქმედებებისა და კანონსაწინააღმდეგო საქმიანობის შესახებ და ამით ცდილობენ ახლა რომ ეს ყველაფერი მიჩქმალონ, დაფარონ და მედიას აღარ მიეცეს საშუალება, რომ მათი ეს ფაქტები სააშკაროზე გამოიტანონ, მაგრამ ავიწყდებათ ერთი. ჩვენ ცხოვრობთ ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და ყველაფერი შესაძლებელია. დღეს შეიძლება საერთოდ ჟურნალისტი არ გამოჩნდეს და ეს ფაქტები ისე იყოს გავრცელებული. ამიტომ ამ თაობას, რომელიც მართლა ძალიან ბევრი წელი უკვე წინ არის წასული და ესეთი ნახტომი მოახდინეს ფაქტიურად განვითარების კუთხით და ამ თაობას ვერ დაამარცხებენ. ეს თაობა არის განვითარებული და სამწუხაროდ დავიწყდებათ, რომ ის თაობა ამ თაობას ვერ შეედრება ელემენტარული მიზეზის გამო, რომ მაშინ არ იყო ინტერნეტი. მაშინ თუ კი ზღუდავდნენ და ტელევიზიით რამე მათთვის მიუღებელ ფაქტებს არ აშუქებინებდნენ, დღეს არსებობს ინტერნეტი და უამრავი ინსტრუმენტი იმისა, რომ ინფორმაცია აღარ დაიბალოს.